თხა და მელა. თხამ და მელამ ერთხელ საზიაროდ ყანა დათესეს. უხვი მოსავალი მოუვიდათ. მომკეს ყანა გალეწეს, ხორბალი ცალკე დააბინავეს, ბზე კი ცალკე. მოსავლის გაყოფაზე რომ მიდგა ჯერი, მელამ უთხრა თხას. მოდი ახლა ეს მოსავალი ასე გავანაწილოთ. პურეულის ეს დამტვრეული ღეროები, ბზე შენ წაიღე, ხორბალს კი მე დავიტოვებო. თხა გაბრაზდა. ეგ სადაური სამართალია, ხორბალიც და ბზეც ორივე თანაბრად უნდა გავიყოთო. კარგი, რადგან ვერ ვრიგდებით, წავალ, ბიძა ჩემს მოვიყვან და მტყუან მართალს ის გაარჩევს, უთხრა მელამ და ტყეში წავიდა. შემდეგ მგელს შეუთანხმდა და ცოტა ხანში უკან მოცუნცულდა. ამასობაში თხა მიფიქრა. სანამ მელამ მოვა, რამე უნდა მოვიფიქრო, თორემ ბიძამის იმე ცოცხალს არ დამტოვებსო. თხა წავიდა მეცხვარეს ორი დიდი ქოფაკის თხოვა, წამოიყვანა და ბზეში დამალა. ამასობაში მელაც მოვიდა და ისეთი უშველებელი მგელი მოიყვანა, თხას თვალთ დაუბნელდა. აბა მითხარი რას უჩივით ჩემს დის წულს? კითხა მგელმა თხას. რა კი მელას მოწმედ მოუყვანი ხარ? მეც ჩემი მამაბიძები ამ ბზის ქვეშ მყვანან დასაფლავებული და თუ შენ მათ საფლავზე შედგები და დაიფიცებ, მაშინ დაგიჯერებ, უთხრა თხა მგელს. მგელს თხის შეჭმის სურვილმა ჭკუა დააკარგვინა, მართლაც შედგა ბზეზე ფეხი და შედგა თუ არა, წამოუცვიდნენ ქოფაკები, ისეთი დღე აყარეს, წლევანდელი კი არა, შარშანდელი მოსავალიც დაავიწყეს.